კვარაცხელიას მორიგი კარგი სტატისტიკა, ლუის ენრიკეს ოცნება, არაბიძის ბენეფისი და რას ამბობენ პრეზიდენტები და მწვრთნელები კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შემდეგ. ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ პარიზიდან, სადაც სანაკრებო პაუზიდან დაბრუნებული კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ტულუზას უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ქართველმა საგოლე გადაცემა მიითხოვა. ხვიჩას გოლის გატანის შანსებიც ჰქონდა, თუმცა ამ ჯერზე ეს ვერ მოახერხა. თუმცა პარი სენ-ჟერმენის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა 67 წუთში კარისკენ 6-ჯერ დაარტყა, გააკეთა 40 ზუსტი გადაცემა, 3 საკვანძო პასი, 3 დრიბლინგი, 3-ჯერ მოიპოვა ჯარიმა და რაც ბევრისთვის გასაკვირი იყო, 13-დან 13 ორთა ბრძოლა მოიგო. ამ შედეგების ფონზე კი გასაკვირი არაა, რომ დუბლის ავტორის დემბელეს შემდეგ ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა. ამ გამარჯვების შემდეგ მედიასთან პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა და მედიას მისი ერთ-ერთი ოცნება გაუნხილა. მის მოსმენამდე დალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. მწვრთნელის ცხოვრება რთულია. ვფიქრობ მატჩების მოგებაზე, ფეხბურთელების მდგომარეობის მართვაზე. ყველა სანაკრებო შესვენების შემდეგ ეს ძალიან რთულია. დღეს ვაჩვენეთ და დიდი ხნის განმავლობაში ვაჩვენებთ, რომ ყველა შეჯიბრისთვის მზად ვართ. შეგვიძლია გაუმჯობესება, მაგრამ როდესაც საქმე ბრძოლას ეხება, ჩვენ იქ ვართ. ჩვენთვის და პერსონალისთვის მნიშვნელოვანია ფეხბურთელების დასვენება. თითქმის ყველა მათგანმა ბევრი იმოგზაურა, ბევრი შეხვედრა ჩაატარა. მათ დასვენება სჭირდებათ. მათ ამ შაბათ-კვირას 2 დღე ექნებათ დასასვენებლად, რათა მომავალზე ჩემპიონთა ლიგაზე იფიქრონ და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვაგრძელებთ თამაშს. ჩემი ოცნებაა მყავდეს 20 მოთამაშე, რომელსაც ყველგან შეუძლიათ თამაში. ძალიან მინდა მყავდეს 20 ფეხბურთელი, რომლებიც მთელ მოედანზე ითამაშებენ. ნუნუ მენდეში, როგორც მცველი, როგორც შიდა ნახევარმცველი, როგორც თავდამსხმელი, როგორც 9 ნომრად, მეკარის გარდა. წარმოიდგინეთ მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელი, რომელიც ხედავს შემადგენლობას და ფიქრობს, რომ ერთი მოთამაშე სათამაშო მოედნის ყველა ზონას იკავებს. ეს რთული იქნება, მაგრამ ვეცდები, რომ ამას მივახციო. შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენი ლიგა 1-ს 63 ქულით ლიდერობს. მომდევნო შეხვედრა მეორე ადგილოსან ლანსთან უნდა ყოფილიყო, თუმცა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრების გამო ეს თამაშები გადაიდო. შესაბამისად, ახლა ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი მომდევნო ორივე შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს, სადაც გიორგი მამარდაშვილის ლივერპულს აუპირისპირდება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა 8 აპრილს გაიმართება. რა შედეგით დამთავრდება ეს შეხვედრა? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი ერთი კარგი ამბავი. დიდი ალბათობით გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის კარს სეზონის ბოლომდე ყველა შეხვედრაში დაიცავს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბრაზილიელმა მეკარემ მძიმე ტრავმა მიიღო. ალისონის დაზიანების შესახებ ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ისაუბრა. მისი თქმით, ბრაზილიელის პრობლემა გაცილებით სერიოზულია და ის ჩემპიონთა ლიგაზე პარი სენ-ჟერმენთან ორივე შეხვედრას გამოტოვებს. ისინი ასევე იმედოვნებენ, რომ ალისონი მწყობრში დაბრუნებას სეზონის ბოლოსთვის მოახერხებს. ეს ფაქტი კი ქართველისთვის კარგი შანსია. მამარდაშვილი ხვიჩა კვარაცხელიასთან დაპირისპირებამდე 4 აპრილს მანჩესტერ სიტის უნდა დაუპირისპირდეს. შეგახსენებთ, რომ გიორგიმ მერსისაიდელთა ღირსება ყველა ტურნირის 13 შეხვედრაში დაიცვა, სადაც 20 გოლი გაუშვა და კარის მშრალად შენახვა 3-ჯერ შეძლო. ახლა კი კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მეხუთე ტური, რომელიც უხგოლიანი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ამ ტურში პირველი გამარჯვება მოიპოვა დინამო ბათუმმა, რომელმაც სატურნირო ცხრილის ლიდერს სპაერს უმასპინძლა და 4-1 დაამარცხა. ქუთაისის ტორპედომ კი, რომელმაც სეზონი მძიმედ დაიწყო, ტყიბულის მეშახტეს უმასპინძლა და 3-0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში აღსანიშნავი იყო არაბიძის თამაში, რომლის საგოლე მოქმედებასაც გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. გიორგიმ ამ შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე პასი მიითხოვა. გამარჯვება მოიპოვა მოქმედმა ჩემპიონმა იბერიამაც, რომელმაც გაგრა 2-1 დაამარცხა. სამგურალთან 2-1 დამარცხდა რუსთავი. გორის დილა კი დინამო თბილისს ესტუმრა და ასევე 2-1 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მომდევნო ტურის შეხვედრები 7 აპრილს გაიმართება. ახლა კი გიტოვებთ მეხუთე ტურში გასულ გოლებს და ასევე პრეზიდენტების და მწვრთნელების კომენტარებს. აქვე დაწერეთ კომენტარებში, რომელი იყო თქვენთვის საუკეთესო გოლი. და რა თქმა უნდა, თუ დაგავიწყდეთ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. მამუჩაშვილი ჩაწოდება თავი დარტყმა და ანგარიში გაიხსნა 1-0 მე-17 წუთზე და ეს არის დიეგო დეისაძე სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა ახალგაზრდა ქუთაისელმა ფეხბურთელმა აღნიშნა სადებიუტო გოლი თავისი მშობლიური გუნდის. პირდაპირ მაყოფილია გულშემატკივარი. მამუჩაშვილის ძალიან კარგი ჩაწოდება და მშვენიერი თაური. როცა თამაშობდა აქ სახიფათო ეპიზოდი, შეიძლება ალბათ დარტყმა პასი მარჯვენა ფრთაზე, სრულ მოძრაობა შეიძლება და გავიდა გოლი. გიორგი არაბიძე თქვი კიდევაც და დაბრუნდა ეროვნულ ლიგაში. გიორგი არაბიძე 28 გოლი კრისტალბეტ ეროვნულ ლიგაში. მამუჩაშვილი საგოლე პასი კვლავ
კარგად დაარტყა არაბიძემ, კარგად. ალბათ საკუთარ ქალაქში, საკუთარ მშობლიურ კლუბში დამტკიცება ძალიან ბევრს ნიშნავს და ბრწყინვალე გადაცემა. გიორგი არაბიძის იდეალური პასი და აი ეს გიორგი არაბიძეა ნამდვილად და გატანილი გოლის ავტორი კი პირესი არის. და შესრულება მეორე. არ არის აქ თამაშგარე მდგომარეობა, იდეალური გადაცემა და აქ უკვე პირესმაც ძალიან კარგად ითამაშა. უკეთეს დასაწყისს ველოდით, თუმცა სამწუხაროდ რაღაც ისე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ტორპედო ბოლო წლებში ცუდად იწყებს და შესაბამისად ესე ნელ-ნელა ხურდება. არ მინდა ხა იმას დავაბრალო, რომ მე რაჭველი ვარ და ჩემი რაჭველობა გადაედოთ იმერლებს მეთქი, მაგრამ რეალურად ისე გამოდის, რომ ნელ-ნელა ხურდებით. იმედია, რომ დასასრული ბევრად უკეთესი იქნება. როგორც ყველა მწვრთნელს, მასაც სჭირდება დრო იმისთვის, რომ ადაპტირება მოახდინოს ლიგასთან, გაეცნოს გარემოს. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, კი გავიდა 1 წელი, რაც ის ჩვენთან არის და ჩვენს მეცველით მისგან ამ წელს ის ასევე ფიქრობს, რომ ბევრად მეც მიაღწევს ამ წელს ტორპედოსთან ერთად და მე ამას ძალიან ვაფასებ. პირდაპირ მინდა გითხრათ, მწვრთნელი არის ერთ-ერთი მთავარი კლუბის წარმატებაში, ერთ-ერთი მთავარი მდგენელი, მოდი ასე ვთქვათ. მე დარწმუნებული ვარ, როგორც მის კვალიფიკაციაში, ისე მონდომებაში და მჯერა, რომ ის აქ არის ჩამოსული ტორპედოს თვისობრივად სხვა ეტაპზე გადასაყვანად. როგორც არ უნდა ჩანდეს ეს დღეს, ამის მე გულწრფელად მჯერა და მე დარწმუნებული ვარ, რომ სიამოვნებით ამაზე ვისაუბრებთ სეზონის ბოლოს. ტორპედო ძალიან კარგი გუნდია, ძალიან კარგი ფეხბურთელები დაკომპლექტებული. ჩვენზე რაც შეიძლება ვიტყო, რომ 6 ფეხბურთელი მეშახისთვის ძალიან დიდი დანაკლისია. თითქმის შეტევაში ყველა ადგილას ორი კაცი გვაკლდა. ურსკაია ბოლო თამაშიც გამოგვაყდა, ნაკრებშიც 20 წლამდეშივე გამოძახებული ვერ წავიდა. ჩვენთვის ძალიან დიდი ძალა კვირკვია, ურსკაია, ლიმა, გაბისკირია შეტევის ფაზაში კი უყურებდით, რომ მივდიოდით საჯარიმამდე, მაგრამ იქ დაბოლოებაში ის კლასი უკვე აღარ ქონდა, რომელსაც სხვა ფეხბურთელებს შეიძლება უკეთ გამოეყენებინათ. რა თქმა უნდა, თამაში ტორპედოს კარნახით მიდიოდა, მაგრამ ქონდა ჩვენ შესაძლებლობა 0-0-ზე თავიდან 1-2 ძელი, მაგრამ ფეხბურთს ნიუანსები ქონდა და თქვი რომ ანუ თულია როცა რაღაცა ვიღაცას დააბრალო ჩვენ ვიცით სად შევწდით ჩვენ ვიცით რა გავაფუჭეთ მაგრამ თვლი რომ პირველი გოლის მერე მეორე გოლის უთა გაზაფტეხი რაც იყო ალბათ კიდევ ერთხელ საჭები ჩვენ საწინააღმდეგოდ შეცდნენ და იმედია რომ შემდეგ თამაშებში გამოსწორდება იმიტომ რომ იყო ის ნიუანსები სადაც ძალიან სუსტად იმოქმედა და მოუწიათ ფუტის გადაგდება კუთხურზე დარტყმა კაის მართულებით და 1-0 სწრაფი გოლით რომელიც გააქვს ნიკა კალანდარიშვილს დინამო ბათუმი გადის წინ და როგორი სიმბოლურია კალანდარიშვილისთვის გოლი იმ ისტორიულ შეხვედრაში და დღეს უკვე დინამო ბათუმის მაისური თავით აღმოაჩინა ამ სპეციალისტს გახდა მთავარი მწვრთნელის პაეს დასიმოაგებინა ჩაწოდება საჯარიმოში მანდრიჩენკო 1-0 როგორი ესეთი ხმაურიანი დასაწყისი აქვს დინამო ბათუმს და ორი თავურის შემდეგ მატჩის 10 წუთიც არ არის დაწყებიდან გასული და ჩემცირდა რაოდენობა გულშემატკივრის მაგრამ ნელ-ნელა ისინი ტრიბუნებზე ბრუნდებიან და თუ ასე გააგრძელებს დინამო ბათუმი თამაშს მალე ალბათ ეს არენა ისევ გაიშვება დინამო ბათუმს ამის რესურსი ექნება და თუ ასე გააგრძელებს გუნდი თამაშს ეს გუნდი კიდევ უფრო საინტერესო გახდება გუნდი რომელიც ამ მატჩში უკვე სამბურთიანი სხვაობით იგებს თუ თამაშგარე მდგომარეობა არ დაფიქსირდა დმიტრი მანდრიშენკო დუბლს გაიფორმებს აი ამ ეპიზოდში გაიჭრა ხაზი მშვენივრად ორ მცველს შორის გაიარა ამ ბურთმა კირკიტაძის დროული შენიშვნა პარტნიორისა 5 სეზონი ჩვენ ჩემპიონატში იყო ორ ხელისუფლებიანობა ორი დინამო თბილისური და ბათუმური დომინირებდნენ კარგი ეპიზოდი 3-1 პროგრამა მინიმუმის პაერმა შეასრულა და პირველ ტაიმში კი არა პირველ ნახევარსაათში გაკვითა გოლი ასე რომ ინტრიგა ჩვენს მატჩს არ მოაკლდება კი კომბინაციის შემდეგ პირველი ისეთი გონივრული გააზრებული კარგი ეპიზოდის შემდეგ რომელიც შექმნა სპაერმა გუნდმა ანგარიში ერთი ბურთი გაკვითა მაგრამ გამოჩნდება თუ რა მიზნებისთვის აპირებს გუნდი ბრძოლას რომელიც ახლა უტევს კარგი ეპიზოდი 4-1 სამბურთიანი სხვაობა აღდგა და დინამო ბათუმი მეორე ტაიმშიც ზრდის თავის უპირატესობას უერდი მარა ნახოთ ეს ეპიზოდი ეს შეტევაც კირკიტაძემ გაამწვავა კარგი პასი ფუტკარაძისა მისი საგოლე პასი და უერდი მარა ბედნიერება პირველი სამი ჩვენთვის ყველა გულა ბედნიერება მაგრამ ეს ისე ვითამაშეთ ვიქოთ დამსახურებული სამი გულა ვიღეთ და ეხლა რაცაც დაშემო რაც ხდება ეს არის ჩემი აზრით საწინდარი რომ უკეთესი მოხდეს მინდოზეს და მინდოს გან
დიდი სივრცე ალბათ იქ უნდა გაკეთდეს გადაცემა ასეც არის დამატებაზე დარტყმა და ჟან ალმეიდა მესამე გოლი მისი მიმდინარე სეზონში 4 შეხვედრიდან 3-ში მოახერხა გატანა ბოლო ფაზა არის აქ ქუთათელაძეს გაუგდელა პრინც ოსეიმ ბურთი ქუთათელაძემ თითქოს დააყოვნა მაგრამ კარგად დაარტყა საბოლოო ჯამში ეს იქნებოდა უკეთესი მაგრამ ახაც კარში დაარტყა ამ ეპიზოდში და გავიდა კიდეც გოლი ხორხელი გატანილი გოლის ავტორი თუ შეეხო ვინმეს გოლი გავიდა არავინ არ შეხებია გამორბენი დარტყმა და 2-1 სამგურალი წინ გავიდა მე-14 წუთზე ველისოლი გატანილი გოლის ავტორი. ორი განსხვავებული ტაიმი იყო. პირველ ტაიმში ვერ ვიტყვი რომ ცდილობები არ ქონდა. უბრალოდ იყო რომ ერთი კონტრშეტევა, პირველივე კონტრშეტევაზე ესე ვთქვათ მომენტზე მივიღეთ გოლი. ამან ცოტა რაღაც თავდაჯერების დაკარგვა იცის ხოლმე ესე დროს რო გოლს გაუშვებ, მაგრამ გასახდელში მოახერხეთ და განვაწყეთ ბიჭები და ბიჭების განეწყვნენ რომ მეორე ტაიმი აუცილებლად უნდა შემოგვებრუნებია ეს თამაში და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას რომ ძალიან რთულ თამაში, ძალიან კარგი რაღაც ვქენით და ასე ვთქვათ მოახერხეთ თამაში შემოbrunება. ჩვენთაში უნდა მოვდევნოთ მიზეზები და ეხა ფეხბურთი ორი ტაიმისგან შედგება და არ არსებობს ეხა კარგად ვითამაშეთ რაღაც პერიოდი და მერე ცუდად ყოველთვის უარყოფით შედეგს იძლევა და კონცენტრაციის დაკარგვა უამრავი მიზეზი ეხა ისი ლაპარაკიც არ შეიძლება და არც არის საჭირო ხო ნუ ყველა ვარიანტში ვეცდებით რომ გამოვასწოროთ და წინ დიდი გზაა კიდევ დარწმუნებული ვარ გუსტავი იქნება სადაც საჭიროა მაღალი მიზნებისთვის არ ბრძოლობს ეს გუნდი არც გითქვია ჩვენ რომ მაღალი მიზნებისთვის ხუთეული იყო წინაზე ხუთეული არ არის მაღალი მიზანი საქართველოს ჩემპიონატში და თუ არის ჩემპიონობა და UEFA-ს აღზევი ხა ხუთეული იქნება ხუთეულს მაგალითად მაღალი მიზნების საშუალო მიზნებია მინდ პროგრამა მაქსიმუმი არის ჩვენი ხუთეული ხო რა თქმა უნდა კიდევ მეორება არ არის რუსთავი ისეთი გუნდი არ იქნება არასოდეს რომ არ გავარდეთ ერკვას ეგ არის გამორიცხული პერიოდი ჭირდება რაღაცა რა მუშაობა ჭირდება ყველა ვარიანტში როგორც ცუდი ხდება ისე კარგი ხდება და უნდა ვეცადოთ რომ გამოვასწოროთ და უკეთესობისკენ წავიყვანოთ და იმედი მაქვს რომ ეგრე იქნება იმედი არ დარწმუნებული რომ ეგრე იქნება გასულ სეზონში სეზონის დასრულებამდე ჯერ ერთი ვახსენეთ დილასთანის შეხვედრა რომელიც 2-2 დასრულდა მაგრამ მანამდე ეს ეპიზოდი უნდა ვნახოთ ლაშა მენთეშაშვილი ახერხებს ამ შეხვედრაში გოლის გატანას უკან აბრუნებდა აბდულა იორო პას და საბოლოოდ ჩაჭრეს დილას მოთამაშეებმა და მშვენივრად ისარგებლეს ბარსოსეი გახდათ ეს მოთამაშე გვასალია 1-1 დინამო თბილისი ახერხებს წონასწორობის აღგენას კიდევ ერთხელ განმეორებით ეს ეპიზოდი მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდა აქ. ნახოთ ეს ეპიზოდი ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა და დილა დაწინაურდა. გატანილი გოლის ავტორი ხდება ზურაბ მუსელიანი. მე მგონი აქ ბურთი მეთეშაშვილმა ჩააწოდა კი ბატონო. ზუსტია, ნახოთ გაგრძელება როგორი იქნება ჩაწოდება ხარაიშვილი და არაჩვეულებრივი კომბინაციის შემდეგ რომარი კეტუ ახერხებს თავისი გუნდის გადარჩენას. ბობულაძე კარდავა კიდევ ერთი შორეული დარტყმა და გაიხსნა ანგარიში უკრაინელი მეკარის ძალიან დიდი შეცდომა და ბაქარ კარდავამ საკმაოდ შორი დისტანციიდან ლამაზი გოლი შემოგთავაზა მეორე მცდელობა იყო იბერიელების ასე შორი მანძილიდან დარტყმისა და თუ ნაჭყები ეს მცდელობა ასდა კარს ბაქარ კარდავამ ძალიან ჭკვიანურად კლაუდინეის ჩაწოდება ვანდერსონი ჩაბრუნება საჯარო მოედანში მუჯირი დარტყმა და გათანაბრდა ანგარიში მაინც მოახერხა დავით მუჯირმა იმსახურებდა ეს ფეხბურთელი ამ ტაიმშივე კლაუდინეის ჩაწოდება გარეტერფით შემდგომ ვანდერსონმაც ჩააბრუნა ბურთი და დავით მუჯირმა ჯერ ესე მშვიდად მიაღებინეს და შემდგომ ბრუნში განმეორებით ეს შეტევა ლუკას კაფე ახლა საგოლე გადაცემის ავტორი არანაირი დარღვევა ყველაფერი ლეგალურია და ეს გოლი ჩაითვლება ბრაზილიელმა მაინც ამუანათა და საგოლე გადაცემა ჩაითვალა